უკრაინა რუსეთს საპასუხო იერიშით ემუქრება, იცხოვრეთ შიშჭიჭიებო ყოველ წამს თქვენი ჭაობის მთელ ტერიტორიაზე. კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვას პრეზიდენტის შემდეგ უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური რობერტ მადიარ ბროუდი გამოეხმაურა. მანამდე ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა თავის სათქმელს იტყვის. ომში მყოფი ქვეყანა ისტორიულ ძეგლზე თავდასხმას ბარბაროსობას უწოდებს და მკაცრ პასუხს მოითხოვს. სროლა ქურდიანზე, რომელიც ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებით დასრულდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფიზიკური დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღით 3 პირი დაიჭრა. ერთ-ერთი ადგილიდან მიმალვის მოტივით აივანზე გავიდა, სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა. ორი დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, მომხდარზე 2 პირია დაკავებული. მე-6 საუკუნის განადგურებული ბაზილიკა და ახალი მშენებლობა ისტორიული ძეგლის ადგილას ჩუბინაშვილის ცენტრი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ზღუდერის ეკლესია უკანონოდ დაანგრიეს და მის ნაფუძარზე თანამედროვე მასალებით ახალი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ძეგლის დანგრევა და მის ადგილას ახალი მშენებლობის დაწყება უნებართვოდ მოხდა. მიხარია, რომ მასაც ასწავლეს ჭკუა და არა მხოლოდ მას, ასე ეხმაურება წილოსანის შოთა თუთბერიძის დაჯარიმებას. ადვოკატი დღეს სამართალდამღვრად წილოსანის პოსტზე დაწერილი კომენტარის გამოწვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალმა სამმართველომ 16 დღეში სასამართლოში უკვე 60 საქმე წაიღო.